ირანის ბირთვული პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების ავიადარტყმების შემდეგ განადგურებულია. ეს განცხადება ცოტა ხნის წინ პენტაგონის ხელმძღვანელმა გააკეთა. პიტ ჰექსეტი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაანადგურა ფორდოს ბირთვული პოტენციალი, რაც მისი მთავარი მიზანი იყო. შუაღამის ურო ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაციის სახელწოდება, რომლის ფარგლებშიც ირანის სამი მთავარი ბირთვული ობიექტი, ფორდო, ნათანზი და ისპაჰანი დაიბომბა. ისრაელის საჰაერო ძალებმა ცოტა ხნის წინ იაზდის პროვინციაში მდებარე ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის სამხედრო ბაზა დაბომბეს. ბაზა ისრაელიდან დაახლოებით 1800 კილომეტრში მდებარეობს. ამერიკის საჰაერო დარტყმების შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში მიემგზავრება. ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვა სერგეი ლავროვმა დაგმო და გაეროს უშიშროების საბჭოსგან პასუხი მოითხოვა. უკრაინამ კურსკის რეგიონში დაახლოებით 90 კვადრატულ კილომეტრზე კონტროლი დაიბრუნდა, აცხადებს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. მისი თქმით, საუბარია გლუშკოვსკის რაიონზე. უკრაინამ კურსკის ნაწილი გასული წლის აგვისტოში დაიკავა, თუმცა წელს აპრილში რუსეთმა განაცხადა, რომ ტერიტორია სრულად გაათავისუფლა. უკრაინის პრეზიდენტმა სანქციები დაუწესა 8 იურიდიულ და 13 ფიზიკურ პირს, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ყირიმში საქმიანობენ. ისინი ეხმარებიან აგრესიას და ნორმად მიიჩნევენ ოკუპაციის პირობებში ფულის კეთებას. ვადგენთ ყველა სქემას და ეს მხოლოდ დასაწყისია, აცხადებს ზელენსკი.